ჭიდაობაში გურჯაანელი სპორტსმენები რომ ჩემპიონები ხდებიან და როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ტურნირებში იმარჯვებენ, ეს მწვრთნელის თამაზ ყიფიანის დამსახურებაა. იგი ევროპის ჩემპიონი, გურჯაანში ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის დამფუძნებელი და 6 შვილის მამა. თემაზე ვლსლაც სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, ასევე დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენი სპორტსმენების წარმატების შესახებ მოგვიყევით და რამ გადაგაწყვეტინათ რომ გურჯაანში ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის წრე დაგებუცნებინათ? პირველ რიგში მე მიყვარს ეს ჩემი სახეობა ძალიან და მინდოდა ისეთ ადგილას დაფუძნებულიყო, სადაც არ იყო. გადავწყვიტე ამიტომ და თან ბავშვები რომ ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდნენ და ვარჯიშობდნენ. სხვა სპორტებიც კი არის, მაგრამ მე მაინც და მაინც მინდოდა ჩემი სახეობა კიდევ დამეფუძნებინა ერთ-ერთ ადგილას, სადაც არ იქნებოდა და გადავწყვიტე ასევე კახეთში არ არის და საერთოდ არ იყო პირველად მე დავაფუძნი ასევე პანკისში, სისხეობაში სამი წელი მუშაობდი და შემდეგ წამოვედი. ეხლა გადავწყვიტე მის მერე რომ კიდევ ყოფილიყო ისეთ ადგილას, სადაც არ არის და ვიფიქრე გურჯაანი ხელსაყრელი და ძალიან კარგი ადგილი იყო და ბავშვები ჯანმრთელები არიან და მებრძოლები. დიახ. და მოგვიყევით მათი წარმატების შესახებ, როგორც ვიცით, ახლაც მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირში. კი, კარგი ბავშვები არიან, მუშაობა არის საჭირო და კიდევ მეტი შედეგები იქნება. წარმატებულები არიან ჩვენ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას, უფრო ჩვენი ჭიდაობა საქართველოში არის დასავლეთში განვითარებული მეტად ძალიან, აჭარაში და ოზურგეთში. დავდივართ იქ შეჯიბრებზე, თვითონ აჭარა, ოზურგეთი, იმერეთი, თვითონაც არა მარტო ჩვენ ისინიც იწვევენ სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოსი და ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სასონხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ჩამოდიან სტუმრები და ასე რომ ვეჯიბრებით და ჭიდაობთ შეჯიბრებს საერთაშორისო. საინტერესოა თქვენ როგორ დაინტერესდით ამ სპორტის სახეობით და როგორ გახდით ევროპის ჩემპიონი? დაინტერესდი მე ასევე ჩემი ძმა არის მსოფლიო ჩემპიონი თემური ამ სახეობაში და ასევე მის გამო მეც შევედი ამ სახეობაში და მიყვები ბავშვობიდან თითქმის 7 წლიდან მიყვები და დღემდე ვარ ჯერ მიყავი სპორტსმენი, ახლა მწვრთნელი და ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევს მწვრთნელობა და გავზდი ჩვენს ქვეყანას გავუზდი რა თქმა უნდა სახელოვან და ჯანმრთელ ბავშვებს. რა არის საჭირო რომ კარგი მოჭიდავე გახდე? პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა და ასევე შრომასთან ერთად კარგი მწვრთნელი სპეციალისტი, ვინც ზუსტად აგათვისებინებს ყველაფერს, ჩაგიდებს, ჩაგინერგავს, მოგამზადებს და ხასიათი რა თქმა უნდა ორთაბრძოლის. რო არ დათმოს არანაირი ქულა და ყოველ გასვლაზე მოგებაზე იფიქროს და მოგებისთვის გავიდეს. დიახ. რა საკიდან იღებთ ხოლმე პატარებს და როგორც ვიცი გოგოებიც აქტიურად არიან ჩართულნი? კი ბატონო, 6 წლიდან უკვე ვიღებ ბავშვებს, მაგრამ არანაირი დიდი დატვირთვა და არაფერი. ძალიან აი თქვა კვირაში 2 დღით ეს 6-7 წლის ბავშვები და მერე უკვე 1 წლის მერე უკვე წელიწადნახევრის მერე ყოველდღიური გადასვლაც. დიახ. როგორ ეხმარება სპორტი ახალგაზრდებს რომ განვითარდნენ? სპორტი ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ ეხმარება რას, ქუჩაში არიდგებიან და ძალიან ბევრი ბავშვები არიან. ახლა მე-5 და მე-6 კლასი თუ არა, მე-10 და მე-11 კლასში მაინც უკვე რომ თუთუნზე არიან უკვე დამოკიდებული, პივაზე არიან დამოკიდებული და სპორტი უბრალოდ ეს არის, რომელიც ამას განაშორებს, აღარ იქნება და გამორიცხავს, ხო შეუძლებელია რომ სპორტსმენი ალკოჰოლს იღებდეს. დღეში უკვე მე-10 კლასელმა უკვე დღეში 2 ჯერ უნდა ივარჯიშოს. და 4-5 საათი რო დარბაზში იქნება, იქ მერე წას დასვენება უნდა და ძალაუნებურად იმის დროც აღარ ექნება და თან შეჩვეული და შეყვარებული რო იქნება 6 წლიდან სპორტზე, არანაირი მიდრეკილება არ ექნება. მაგის რო სხვა რამე აკეთოს. დიახ. აი რა დრო არის საჭირო რომ ახალგაზრდა გახდეს ჩემპიონი? მოსამზადებლად. აი თუ თვითონაც იშროვებს ფსიქოლოგიურადაც მოემზადება რა თქმა უნდა. დიდი შრომა არის საჭირო და დიდ სპორტსმენი
დიდ სპორტსმენობას 10-12 წელი მაინც უნდა. დიახ. თქვენ რას ურჩევთ ახალგაზრდებს და აი ძირითადად რაც აკვირდებით, რა ასაკის ახალგაზრდები არიან დაინტერესებული სპორტის ამსახეობით? ახალგაზრდები არიან ბავშვები, ახლა მშობლებიც არიან დაინტერესებული, რომ იგებენ რა ესეთი სპორტის სახეობა, ჩვენი სპორტი არის ოლიმპიური სახეობა. მით უმეტეს ჩვენი ეს პერსონალური ჭიდაობა ოლიმპიური სახეობა, რომელიც საბერძნეთში პირველი ოლიმპიური თამაშები რომ ჩატარდა, სულ 5 სახეობა იყო და აქედან ერთ-ერთი იყო ჩვენი სახეობა პერსონალური ჭიდაობა. და მოდიან სპორტსმენები მოყავთ, მშობლებს მოყავთ, მოწონთ, ასე რომ კარგი ვარჯიშებია, ყურადღებაა ბავშვზე. მე ბევრჯერ 6-7 წლის ბავშვი თვითონ წამიყვანია შეჯიბრზე დასავლეთში ბათუმში 3 დღიანზე და იქ მეტი ყურადღება უნდა ბავშვს არ მოშიდეს, არ შეცივდეს, კარგად იყოს, რომ ასევე ჩემპიონი და უნებელი ჩააბარო მშობელს. და ეს სპორტი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებს გაკარჟებაში, ხო? რა თქმა უნდა, ასევე ჯანმრთელობაში, გაკარჟებაში. როგორც მწვრთნელს რა სამომავლო გეგმები გაქვთ? რა მიმართულებით გინდათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში განვითარდეთ? კი, ყველა მწვრთნელს ის აქვს, სურვილი აქვს, ოცნება აქვს, რომ მოსწავლე ყავდეს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი და ასევე მეც ასევე მე ჩვენ ძალიან ბავშვებთან ერთად ბევრს ვწვალობთ. დასავლეთში შეჯიბრს არ ვაცდენთ, იმიტომ მივდივარ შეჯიბრი ვარჯიში, შეჯიბრი ამას ერთმანეთთან დაკავშირებულია, თუ არ ჩავიყვანე შეჯიბრზე დასავლეთში და თუ არ ბავშვი თუ არ მოეხსნა ის სტრესებია თუ რაცა თავიდან დასაწყისში ვერ განვითარდება და ყველაფერს ვაკეთებ იმის გულისთვის, მიჭირს მართალია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმის გულისთვის, რომ ეს პროფესიონალურად მივხედო ამ ყველაფერს და ის რაც საჭიროა და რაც ჭირდება ბავშვებს, აქედან დაწყებული დიდობამდე და დიდობაშიც რა თქმა უნდა კიდევ ჭირდება მწვრთნელი, ის ყველაფერი შევასრულო, რომ იყვნენ ჩემპიონები. ესე იგი შეჯიბრში მონაწილეობა მნიშვნელოვანი არის, ხო, რომ ფსიქოლოგიურად მოემზადონ? კი, აუცილებლად მაგის გარეშე ერთი და ორი შეჯიბრი და სამი შეჯიბრი არაფერს არ ნიშნავს. აუცილებლად ვარჯიშებთან ერთად ბავშვს დი შეჯიბრებით. დიახ. ესე იგი მე რაც დავაკურდი, გარდა იმისა, რომ აქტიურად შრომობენ სპორტსმენები, გადიან შეჯიბრებებში, აუცილებელი არის, რომ ისინი მყარად იყვნენ ფსიქოლოგიურად მომზადებულები. ამ მიმართულებით თუ გყავთ იმე დამხმარე, ვინც სპორტსმენთან იმუშავებს? არა, ყველაფერს მე ვაკეთებ. დიახ, ანუ თქვენ ხართ ჩართული ამ პროცესში. დიახ. თქვენი შვილები თუ არიან სპორტის ამსახეობით დაკავებული, ესეც საინტერესოა. კი, არის პირველი უფროსი გოგო მყავს 13 წლის, ხატვით არის დაკავებული, მეორე მყავს 10 წლის, ბიჭი ნიკოლოზი და ნიკოლოზი არის 10 წლის, მას დავაწყებინე 5 წლიდან, რა თქმა უნდა, არა დატვირთებით და ეხლა 10 წლის არის უკვე და თითქმის 2 წელია უკვე სისტემატიურად ვარჯიშობს ყოველ დღე და ყოველ შეჯიბრზე თავის ასაკთან შორის რა თქმა უნდა მივდივართ, ჭიდაობთ, ხან წააგებს, ხან მოიგებს, წააგებს და მე იმ შეცდომებზე მუშაობთ, რატო წააგო და მომყვება დღემდის და ასევე ჩემ მოსწავლეებთან ერთად რა თქმა უნდა მინდა ძალიან დიდი სპორტსმენი გახდეს, ტელეფონით წავართვი უკვე რამდენიმე დღის წინ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები, როცა სპორტის ამსახეობით არიან დაკავებულები, აღარ იღებენ ალკოჰოლს, ტელეფონსაც შორდებიან, ხო, აი სოციალურ ქსელებს და დროს აღარ კარგავენ იქ. რა თქმა უნდა, აუცილებლად ტელეფონი არანაირად არ შეიძლება. შეიძლება დღეში 1 საათი, მაგრამ უბრალოდ დღეში 1 საათი რომ რა იღებს ტელეფონს, მე უკვე დროს ვეღარ საზღვრავს და ხან სახში არა ვარ, ხან თუ მოსწავლე არის, იმის მშობელი არ არის და ეხლა სახში შეიძლება ტელეფონთან დაკავშირებით იქ ვერ მივაქციო მოსწავლეს ყურადღება, მაგრამ თავიდან ასე ვიყავით მორიგებულები 1 საათი, მაგრამ ის 1 საათი ხან 5 საათად ვარ ვიყავი სახში და ახლა სულ წავარვი ტელეფონი. ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანი არის სპორტში ჩართვა ახალგაზრდების, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ისინი საერთოდ ვერ გახდნენ ხო ჩემპიონები, მაგრამ რამდენი დადებითი მხარი აქვს სპორტში ჩართვას, რომ ისინი სილდებიან ქუჩას, აღარ მირთმევენ ალკოჰოლს, აღარ არიან აქტიურად ჩართული და დამოკიდებული ტელეფონზე.
კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვერ გახდეს დიდი სპორტსმენი და მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, ეს ერთეულებია და ყველა ვერ გახდება, მაგრამ ვინც ვერ გახდება, ყველაზე რაც თავარია იქნება ჯანმრთელი, დისციპლინას გამოიმუშავებს. დისციპლინა იქნება, მერე ხდებიან მობიერები, მერე ითვისებენ ყველაფერს ამასთან ერთად თავდაბლობას. შემდეგ აი აღნიშნეთ თავდაბლობა ვასწავლით ხო თქვენ ამას? კი, რა თქმა უნდა, დიდს და პატარას ვასწავლი თუ სადმე ზის თვითონ და დაუთმოს უფროს ადგილი, სადმე გზავრობის დროს და ასევე ქუჩაში არ და რამეს თუ იმას იზრავს ელემენტარული შოკოლადის გაფსკნა და არ დააგდოს გზაში და რა ესეთი ელემენტარული და იქნებიან დილობიანები, მე ვინც ვერ გახდებიან ჩემპიონები, გააგრძელებენ თავის ცხოვრებას, იქნებიან კარგი მოქალაქე ქართველები და ჩააბარებენ სასწავლებელში და ჯანმრთელები იქნებიან და ჩვენ ძალიან ეხმარება სპორტი, სწავლასაც, ჩაბარებასაც ყველგან ეხმარებიან და მერე იქნება სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, ზოგი იურისტი იქნება, ზოგი ბიზნესმენი. ალბათ ამ ეტაპზე ყველა ვინც დადის უნდა რომ გახდეს დიდი სპორტსმენი, რა თქმა უნდა და ძალიან ისეთი ყურადღებით არიან მისმენენ ჯერად ჩემი რო ხსნი და სანამ ვარჯიში დამთავრდება, თავიანთ საქმეს აკეთებენ, არანაირი სხვა არაფერი მეტი რო აი თქვათ რამე ან ზედმეტად ილაპარაკონ, ან რაღაცა არ შეასრულონ, არაფერი. ვარჯიშის დამთავრებამდე უნდა იყოს სიჩუმე და მომისმინონ მხოლოდ მე რო დაამთავრებენ, მე ვემშვიდობებით ერთმანეთს და მე შეუძლიათ ლაპარაკი და მეგობრებთან. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, დიდი მადლობა.